საქართველოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს კიდევ უფრო გაზარდოს თავისი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი. სწორედ საქართველოზე გადის შუა დერეფანი, რომელიც საქართველოს გარდა ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და შავი ზღვის გავლით ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს. შუა დერეფანი გახდა შავი ზღვის პლატფორმის მეხუთე კონფერენციის განხილვის მთავარი თემა. კონფერენციაზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. ასევე კონფერენციის 150-მდე მონაწილემ იმ მიმდინარე პროექტებსა და საჭირო რეფორმებზე იმსჯელა, რომელიც შავი ზღვის გავლით ევროკავშირთან ვაჭრობას გაამარტივებს. შუა დერეფანი კიდევ ერთხელ გვაძლევს უნიკალურ საშუალებას და მე ვიტყოდი, რომ აი ეს არის ყველაზე მთავარი დღეს, რომ კარგად გავაცნობიეროთ, რომ ესეთი შანსი ჩვენ ქვეყანას მომავალში შეიძლება აღარ გქონდეს. ნახეთ, რომ ვიყოთ მედროშე ქვეყანა, სწორედ ევროპასთან მიმართებაში და სწორედ აი ამ განზომილების, აი ამ ფორმატის თანამშრომლობის ასპექტებში ძალიან გვჭირდება ცენტრალური აზიის ქვეყნები, გვჭირდება სომხეთი, აზერბაიჯანი და რა თქმა უნდა ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფუჭებული ურთიერთობები შუა დერეფანზე უარყოფითად აისახება. ჩვენი პარტნიორების ინტერესი, მათ შორის აზიური პარტნიორების ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიმართულებით. ნახეთ, საქართველო, რომელიც ევროპის ნაწილი გახდება. სხვანაირად წარმოუდგენელია, ვერ შუა დერეფანი განვითარდება და სიმართლე გითხრათ, ჩვენც ვერ განვითარდებით. ამიტომ ალტერნატივა ევროპულ მიმართულებას პრაქტიკულად არ აქვს. შუა დერეფანთან მიმართებაში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია და ინიციატივაა და საქართველო მის შუაგულში მდებარეობს. მთელმა კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან დაინტერესებულია ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა განხილვასა და პროექტის კვლევით ეტაპში. იმისთვის, რომ შევაფასოთ, თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ შუა დერეფანი რეალური და სიცოცხლის უნარიანი გზა ევროპის და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც შუა დერეფნის ნაწილს შეადგენენ. ცენტრალური აზიიდან კავკასიის ჩათვლით. თუ საქართველოზე ვსაუბრობთ, ჩვენ უკვე ჩადებული გვაქვს ინვესტიციები სარკინიგზო და საგზაო პროექტებში. შუა დერეფნის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დარეგულირება. ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა ისაუბრა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვისურვებდი ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო, რადგან ეს ჯანსაღი არ არის არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის გზას დაუბრუნდეს ნორმალურ ურთიერთობას. უდავო ფაქტია, რომ საქართველო ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ახლოს ვართ, ბევრი კუთხით ვართ დაკავშირებული, მაგრამ მეტი გვინდა. გვინდა მეტი საბორნე მიმოსვლა, მეტი კაბელები, რომლებიც ორ ქვეყანას დააკავშირებს, რადგან რამდენადაც გვესმის, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შავი ზღვა და შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ბულგარეთისთვის. დაინტერესებულები ვართ ევროპისა და აზიის დაკავშირებით და ვერ ვხედავ ამ პროცესში საქართველოსთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას. პოლიტიკური გამოწვევების გარდა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკავშირდება, მთავარ გამოწვევად გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციული ბარიერები, ბიუროკრატია, გაციფრულების პრობლემა რჩება. ამ საკითხების მოგვარების კუთხით კონფერენციაზე სახელმწიფო ჩართულობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დერეფნის მნიშვნელობა შემცირდეს. ხვდებით, რომ კომპანიებიც ფიქრობენ და საერთაშორისო ინვესტორებიც ხედავენ საქართველოში ამის პოტენციალს, განვითარების პოტენციალს, შესაბამისად ჩვენი მხრიდან კომპანიებთან გვაქვს კონსულტაციები და ვთავაზობთ მათ ისეთი კვლევების და ჩვენი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც დაეხმარებათ მათ დამატებითი ღირებულების შემქმნელი სერვისების შეთავაზებას ბაზრისთვის, რაც თავის მხრივ დაეხმარება ჩვენი დიდი რწმენით, სწორედ საქართველოს იყოს ამ კორიდორში მნიშვნელოვანი ნაწილი და კონკურენცია გაუწიოს იმ მოსალოდნელ პარალელურ გზას, რაც ზანგეზურის მიმართულებით იგეგმება. კონფერენციაზე თანხმდებიან, რომ საქართველოს შემდგომი განვითარების პოტენციალი აქვს, რათა შუა დერეფნიდან დამატებული ღირებულება მიიღოს და მხოლოდ ტვირთების გამტარი ქვეყანა არ იყოს. ამისთვის საქართველომ დამატებითი სერვისები უნდა დანერგოს, რითაც გაიზრდება მისი, როგორც ლოგისტიკური ჰაბის როლი.